გამარჯობათ მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა ერთი კარტის არსებობით კი თუ არა. უბრალოდ პასუხი კი თუ არა. ჩაიფიქრეთ სურვილი და მე გეტყვით პასუხს გაგცემთ კითი ან არათი. ასრულდება თუ არა. ეს იქნება 5 ვარიანტად. ჩაიფიქრეთ 5-მდე ციფრი 1 2 3 ანდა კიდევ 6 გავაკეთოთ 6 1 2 3 4 5 6 ჩაიფიქრეთ 6-მდე ციფრი რომელიც ციფრიც უფრო მეტად მიგიზიდავთ აი სწორედ შესაძლებელია აქ იყოს თქვენთვის არსებული პასუხი აქ ინტუიციას უნდა მიენდოთ და სწორად აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ციფრი რადგან სწორად მიიღოთ კითხვაზე პასუხი რადგან ეს არის პასუხი კით და არათი დაფიქსირებული სწორად უნდა აირჩიოთ თქვენთვის არსებული ვარიანტი და მე ვიწყებ პირველი ვარიანტით არა პირველი ნომრით ვინც აირჩიეთ ციფრი 1 და რას გეუბნებათ არგან იმისთვის რომ თქვენი სურვილი ასრულდეთ არ გადადგათ სულელური ნაბიჯი თქვენ ხართ ახლა ეტაპზე და გავთ ნაბიჯს რამაც შეიძლება მოიტანოს პასუხი 50-50 ან კი ან არა თუ თქვენ გადადგით არასწორი ნაბიჯი დაუკვირვებელი შესაძლებელია აღმოჩნდეთ დამარცხებული მაგრამ მინდა გითხრათ რომ თქვენ გყავთ საუკეთესო მეგობარი გვერდით რომელიც მინდოდა მეთქვა პასუხი კი და არათი მაგრამ რადგან 50-50 ამოვიდა არ მაძლევს საკუთარი თავი მის უფლებას რომ 50-50 დავამაყოფილო ადამიანი და ამიტომ გეტყვით სრულფილად პასუხს თქვენ გვერდით გყავთ მეგობარი რომელიც არასდროს არ გაძლევთ უფლებას არასწორად გადადგმის ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ამიტომ თქვენ გირჩევთ მეგობარი, მაშინ როდესაც თქვენი მეგობარი დაინახოს, რომ თქვენ არასწორ ნაბიჯს დგავთ, მოგცემთ რჩევას და გადაგათმევინებთ სწორად ნაბიჯს ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენ ხართ ამ თემასთან დაკავშირებით გამარჯვებული. თქვენ უკვე მუშაობთ ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება უკვე გირჩიათ მეგობარმა და როგორ გაგეკეთებინათ და როგორ მოგემართათ სიტუაცია, თქვენ ხართ გამარჯვებული, თქვენ მუშაობთ ამ თემაზე და თქვენ მალე იზეიმებთ გამარჯვებას, თქვენ გადახვალთ ცხოვრების მეორე ეტაპზე გამარჯვებულები. აი ეს არის რისკმაც უნდა არგნებს პირველი ნომრის ამორჩევლებისთვის და მათთვის ვინაც აირჩია მეორე ნომერი. მინდა გითხრათ რომ თქვენი სურვილი ასრულებადია და მინდა გითხრათ რომ აქ დაგეხმარებათ მეგობარი ძველი შესაძლებელია დიდი ალბათობით ეს იყოს ძველი ბავშვობის მეგობარი ბავშვობიდან წამოსული მეგობარი ან ნათესავი ან თანამშრომელი მაგრამ გეხმარებათ გორცფელი ნამდვილი ადამიანი და თქვენთან დაფიქსირდა დიდი კი ოღონდ მეგობრის დახმარებით და მათ ვინც აირჩია ციფრი 3 თქვენ გამარჯვებულები ხართ მეგობრებო თქვენი სურვილი ასრულებადია თქვენ შეგწევთ ძალა თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი თქვენ ფიქრობთ ძალიან ბევრს თქვენ არასდროს გაუთვლელ ნაბიჯებს და თქვენ გაქვთ ძალიან დიდი კი თქვენ ჩათვალეთ რომ ამ პროცესში ამ ეტაპზე გამარჯვებულები ხართ და მათ ვინც აირჩია ციფრი 4 თქვენც მეგობრებო თქვენც დიდი ალბათობით ხართ გამარჯვებული აქ შესაძლებელია ზოგთან იყოს ქორწინებაზე ფიქრი და ქორწინება ზოგთან საბუთები შესაძლებელია იყოს კონდეთ რაღაც საბუთები მოსაგვარებელი და რასაც არ უნდა ეხებოდეს საბუთებს თუ ქორწინებას არის მოგვარებადი მოლაპარაკება შემოთავაზება და თქვენ გახდებით იმ რაღაცის ან იმ ვიღაცის მესაკუთრე რაც თქვენ გულში დევს ახლა მე თქვენ გილოცავთ სამართლიანობა თქვენს მხარეს არის და
მაღალ ძალებს სურს რომ იყოთ ამ პროცესის და ამ სიტუაციის გამარჯვებული. მე პატრონი და გადავედით ციფრ 5-ზე, მათ ვინც გაირჩია ციფრი 5, თქვენ ხართ მოლოდინის ეტაპში, რაღაცას ელოდებით, რაღაც ახალი დასაწყის, შეიძლება რაღაც ახალი შემოთავაზებას. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უყვარს და ეხერხება თავის საკუთრების დაცვა, თუნდაც საკუთარი თავის დაცვა, არავის დააჩაგრინებს თავს. და თუ თქვენ ჩაიფიქრეთ სასიყვარულო სფერო, არ ვიცი რამდენად დაფიქსირდება, მაგრამ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ სასიყვარულო სფერო, მინდა გითხრათ, რომ არის შემოთავაზება, თქვენ უკვე ელოდებით და ამ ყველაფერთან იქნება გამარჯვება, მაგრამ თუ არ ეხება სასიყვარულო სფეროს, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ფინანსებთანაც იქნება დიდი ალბათობით კი, რადგან აქ პასუხი დაფიქსირდა 50-50-ზე, მოდი მე კიდე ავჩეხავ კარტებს და მოვითხო კარტებისგან სრულყოფილი პასუხის გაცემას, რადგან რთულია ეხლა ჩემთვის გითხრათ სრულყოფილი პასუხი კი თუ არა, რადგან არკნები მიჩვენებს პასუხს 50-50-ზე და მათ არ სურს ინფორმაციის მოცემა, ასეთ შემთხვევაში იხმარენ სხვა დასტას და ვინაიდან ეხლა არ ვიმყოფები იქ, სადაც უნდა ვიყო ტერიტორიულად, ვარ მხოლოდ ერთი დასტით, მაგრამ ეს დასტა არის ძალიან სრულყოფილი, ძალიან სწორი და ძალიან მკაცრი. და მე კიდევ ერთხელ გითხრა, შემოთავაზება არის მეგობრებო, ამოვიდა თითქმის იგივე არკნები და როცა არკნები იგივე ამოდის, უკვე აზრი აღარ იგივე არკნები უბრალოდ შეუძლებელია მეგობრებო. 50-50-ია პასუხი და იმისათვის, რომ თქვენ ეს ჩანაფიქრი გამოგივიდეთ, უნდა იშრომოთ შრომის მხოლოდ და მხოლოდ შრომის და ენერგიების, დიდი ენერგიების ჩადების საფუძველზეა შესაძლებელი. თუ თქვენ იშრომებთ, თუ თქვენ ჩადებთ ენერგიას, გამოვა, მაგრამ თუ არ დიდი ენერგიები არ ჩაიდება ამ ყველაფერში და არ იქნებით სრულყოფილად პასუხისმგებელი, შესაძლებელია წავიდეს თქვენი ხელიდან ისრის ბეშობაც არ კიდათ. და მე ვინც ჩაიფიქრა ბედნიერება, სრულყოფილება, არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ მეგობრებო, არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ იქნებით გამარჯვებული, არ მიეღოთ ძალიან ბევრი, არ მიიღოთ სტრესი ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ ხართ გამარჯვებულები. აღარ არის საჭიროება აღარ მოითხოვს არკნების ამოღებას, თქვენ ხართ გამარჯვებულები, არც საჭიროებდა ამოღებას, არკნების ამოღებას მაინც დავამატე. მე-6 ნომერი დიდი ალბათობით კი იქნებით იმ ჩანაფიქრის გამარჯვებული, რა ჩანაფიქრიც გაქვთ თქვენ, მხოლოდ მე-5 ნომრით მე-5-ს ცოტა ვატკინეთ გული, ჩვენ არ ვატკინეთ გული, რადგან ჩვენზე არის დამოკიდებული, ამოვიდა პასუხი 50-50-ზე, რადგან მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ ნაბიჯებს გადადგავს, რამდენად დიდ ენერგიას ჩადებს. ამაზე იქნება დაკავშირებული მისი კიდე არაც. მე კი ახლა ამით აგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.